მოვიდი, აბა როგორ ხარ დილამში დუბისა, თუმცა რაღა დილა თუ მეტი დაიწყო. სარწყი გავფრინი ახლა და აქა მოვედი ბარე. გავაჭირეთ და მიდები ესე. მანამ მაყალი დავკრიფე. წილი. აქეთ რაც მქონდა ჭასთან და მე იქით მაქვს მოსაკრები. ცოტა ბევრი არის ისეთი ანახევრად შემწიფებული ეგეთებია და ეგენი ხვალე იქნება უკვე, იმიტომ რომ დღეს მაგის მოგრიფა არ შეიძლება მასეთების. მაგენი დავტოვე. ხვალ მოგრიფა დანარჩენს. როგორ ხართ რა შუბით ამ სიცხეებში? ხართ კარგად? ჩემი კაქტუსის ყვავილები გაშლი და მე გაჩვენებთ. ლამაზად. მესამე ჯელი აყვავდა ჩემი თეთრი ვარდი. წითელი მეორეჯი. მაგრამ წითელი აღარ არის მგონია. მაგასაც გადამიღებ. აი რა ლამაზად არის ჩემი ბალბა გაყვავებული როგორც იქნეს თეთრები. აქეთ და იქეთ უჭირს. ეს აქეთ ხვერდა მომიღმზე ხوار უწევს ნეტანი ძალიან. არ დამეჭრას ისა რადიაცია. თან გული მაქვს რაღაცა ჩქარებული კიბეზე უჯერავეთი ჩამოვიდა, იმიტომ. ცოტა დამაგრობის სარეცხით. ყველა ადგილ გარიცხოს დაგვერება ჯობია. კაკალთან ინდოდა დაждომა იქ, მაგრამ უკვე აღარ დავждები. ზე არის. ზე უწევს. ცნაირად ვარ. აგერ უკვე მოსაცილებელია მგონი, არაფერს აღარ შვებ. ყვავილი დედა რა აქვს, იო. აი ასეთები, ჩამოცვინდა ისინი ყველა. Gagები გავრეცხე. ამ კოდისთვის. მაგრამ დღეს არ ვიცი. დღეს ვერანაირად ვერ ახვალ, იმიტომ რომ კრიშა არ მაქვს, შაქარი არ მაქვს. ორეინა უნდა ვიყიდო მოსახლეობაში. ეგენი უფრო კაიებია, მეორენაირიც არის, ერთი იმას არ აუშავს, მაგრამ კარგი რომელიც არის, ისე ვისჯობია ვიყიდო. ახლა ესე ცუდი ამინდებს აცხადებენ და არ ვიცი, ზოგან ძალიან ცუდი ამინდები იქნება ისევე. სედგო, ქარიო, ქარიშხალი, რა ვიცი, მე რა აღარა, ძალიან ძლიერი ჭიმები. მედია სიცივი არ მოყვება ისევე. უნდა ფესამენტი მივამ სიცხეში, ყველაფერი მოსაფესებელია. რა უნდა ჭამ სალათები, მეტი რა უნდა ჭამ, უნდა გააკეთო, კარტოფილი შევწუდი, კერმესია. ისე ჭამი და რომ შეწამო ხარშულის გემო კარტოფილი, გუნა ხარშული შეწვენ. ახალი კარტოფილი ისედაც არ მიყვარს, ჩემთანაც არ მიყვარს თვითონ არ არის. ხარშვი და რო ხარშო. მე წულა პირდაპირ.
ახალი კარტოფილი არ გვინდა. სალათა კაია ასეთ დროს. ძალიან სიცხეებია და ამიტომ. სალათა და მისი ჯანი. კუშნით არც არაფერი არ მიჯამი. მთელი დღესი ვიყავა. დიდად არაფერი არ მიჯამი. ძალიან ცოტა და რაღაცა ხილს ერთი მსხალია. აგერ პატარა ჯიშის ვაშვი მაქვს. ამოზიმდენია სხია რომ ვიცი. ისე ძალიან დაჭობთან ის მსხია. მე რა კაია მიიღი. ალკორაფერი არ ხდება. ვარას მარტო. ცუდ მეგობარს შემოკარგებო და მიწერა ისეთი იმას გამდივარო ხო პერიოდს. ცუდ მეგობარს სულ არ გყავდეს ჯობი. აი რომ ხდები ერთხელ, ორხელ შეეშალა შენთან სამჯერ. ნუ შანსის მიცემა შეიძლება, ხა პირველივე ჯერზე არ შეიძლება რომ ხაზი გადავშვა. ახლა შეშლით ყველაზე შეიძლება. მაგრამ თუ ბევრი სახე მიიღო, მაგრამ ერთხელ შეეშალა, ორხელ შეეშალა, სამჯერ სულ ახლა ის დაუნებურად გაწყენინა და გიღალატა, ახლა ის დაუნებურად ხალათ როგორია დავფიქრებოდ. მაშინ არც ჭკვიანი გამოდის ეგ ადამიანი და ის არის. რა ვიცი და ხა შეგნებულად ვაკეთებს კიდე ბევრი ისეთია შემაგია რომ შეგნებულად აკეთებს და მე სხვანაირად საუბრობს. მასეთ ადამიანს ჯობია ყავდეს მეგობარ და შენთვის იყო ჩემო კარგვა ის დამწერა იმას საუბრობ. ბევრ მეგობარსაც ცუდს ჯობია, ან ერთი ყავდეს კარგი, ან ის ერთიც თუ არა უშავს. შენი თავის მეგობარი შენ უნდა იყოს. ყველაზე კარგი ეგ არის. ადამიანის მოცნობა ძალიან ერთი წუთით მოვა. ყავა დამლება დარჩება. სასიავადლეთ ადამიანი არის ამ მოცნობის ერთის ვერ გაიგებ. ერთი ტომარა მარი უნდა ჩამოყვანა თქვენ რომ ადამიანი გაიცნო ვერც ერთ ტომარა მარის ვერ შეჭამ. ტომარა კიდე ერთი კობს ვერ შეჭამ. და ვერც ადამიანს ვერ გაიცნო ბოლომდე. მოკლედ ადამიანები ვართ, ამ მოცნობი ობიექტები. ყველა. თუ ერთი არა. რა ვიცი ამ შემთხვევაში პირველი ყოველთვის მეგობრიდან იყო წენა, ღალატი. არასწორი ნაბიჯის კეთება მისი მხრიდან გულის ტკენა, ზიანის მოყენება, სიტყვით საქმე და რა ვიცი და შინამ სიმართლეს დაანახებ და ეთქვი კიდე იქით წყოს ადამიანს რა ვიცი ჯობია შევეშვი მაგ ყველაფერს ახსნა გამარტებს ერთ მეგობარს კიდე მე ჩემ კლასელი იყო დამავიწყდეს კარგი მეგობარი და დაკალად თვლიდი დაკალი ვიყავი მისთვის ხოლმე ხდელივით აღსარებას ვისმენდი ვიყარებდი ხოდა ბევრჯერ მაწყენინა, ბევრჯერ მატკინა გული თავისი იმით რა ვიცი დავცივდი, მასეთ მეგობარს სულ არ ვყავდეს ჯობია სიოდის დაცემად მასთან არ ვენდური არაფერი, მაგრამ ის გული აღარ არის ის არ იქნება, არ ვიცი რაღაცა თუ შეიძლება და ის მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ბევრი დააშოვა ჩემ წინაშე ბევრმა ადამიანმა, აი ბევრმა გული მატკინა მიღალა და
მეგობარი რომ მეგონა აი სკოლაშიც ეგეთ და მემართა მეგობარი რომ მეგონა და ქალობას რომ აფიცებოდა მანაც მიღალა და არიქა მასწავლებელი შვილი გამოვიდა სკოლაში და მე შეიძლება ქალი აღარ ვიქნები არ გეცნობს ახლა ამის და ქალი უნდა ვიყო ანუ იქიდან სარგებელს ეძებდა წარმოიდგინეთ ახლა ესეთი ადამიანი როგორია მე ესეთი მოღალატე ადამიანები შეხვდა ყოველთვის მეგობარიც და რა ვიცი ძალიან გულნადგენი მაშინ შოკი მივიღე, რომ უბრალოდ ვერ წარმომედგინე. მე სულ სხვანაირი ბავშვი ვიყავ ყოველთვის, სულ სხვანაირად. როგორც მე ვიყავი, ისეთი მეგონა ყველა და არა და ძალიან სხვანაირები იყო, ძალიან ნიშმაკობის თავი ქონდა, ძალიან გაიძვერები იყო. მე მივხვდი. მეგობრობა ბევრმა არ იცის. მეგობრობა კი არა უბრალოდ აი ნამდვილი მეგობარი სულ სხვა და ისი მეგობარი უბრალოდ. ეგეც არავინ არ იცის. ძალიან ბევრთან დავდიოდი, ძალიან ბევრთან ვშობოდი ჩემში სკოლაში შევიყვანი მაშინაც რაღაცნაირად ისე ვიყავი ხარობდა თუ რა იყო არ ვიცი და რო აღმოვაჩინე რომ ის ადამიანებიც არ იყო ის მეგონა ყველას დავანებე თავი. არავისთან აღარ მივდივარ, მირჩენილი იყო ჩემთვის უფრო კომფორტულად ვარ უნდო ადამიანთან და გაიძვერასთან და პატუარასთან და ძირის გამოგითხრის და ღალატებს და ყოველ ჩემგან დასარგებელი და თვითონები. არა ჩამოვცილდი მასეთ ადამიანებს, ცხოვრების გზას გიჩვენებს რა ეს ადამიანები გამოხშირუნდა და გაუშვა. მასეთ ადამიანებთან მისვლა მოსვლასთან და შეგვიძლია მარტო იყო ადამიანი. მეგობრობა საერთოდ. ახლა შანსი ყველას უნდა მიცემ, მე არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაში ხარ ეს მეგობარი ერთია, ორია და შანსი თუ კიდე მიეცი ერთხელ და უხალ და იგივე მეორდება. მაშინ ძალიან ეჭვქვეშ არის ეგ ადამიანი დასაყენებელი. კითხვის ნიშანს დაუსვამდი, ძალიან ვიცი. თავში ვიკავებდი დისტანციას დავიწყავდი. მე არ ვიცი ახლა თქვენ როგორ მდგომარეობაში ხართ, აი ვინც მომწერა, რა იმას გადიხარ, რამდენი ხნის მეგობარია, რა ვინ გაწყენინა, როგორ გაწყენინა, რატომ გაწყენინა, არ ვიცი. ერთხელ თუ მოხდა ეს და პირველად, ერთხელ მე შანსი უნდა მიცილო, თუ მრავალჯერ გამეორდება და მიხვდები რაღაცა ეს ის არ არის, ვინც მე მგონა არ არის ეს ისეთი მეგობარი, როგორიც მე მეგონა, მაშინ ჩახურო უნდა ყველაფერი. აი მე სიცხე აღმოჩნდა. ესენი დილას გაიშალა ეთქობა კაქტუსი. ხან არის როგორ ხდება იცი? თვარის დროს, აი თვარე რო მოდის ღამე იშვიათად, მაგრამ ასე ხდება ხოლმე კაქტუსები მაშინაში ვიყო თუ არა გამფრენდება. გათენდება დილის იმაზე იშლება. ერთი ხანი გაიშალა თვარის ამოსვლაზე გაიშალა კაქტუსი. თვარე რო გამოჩნდა. აი მე მაშინ დრო არ მინდა გამექცეს კიდე. მაშინ სწრაფად მირჩ დრო.
რა ვიცი, ახლა ვერ გავიგე. ახლა მეცნიერების მართლაც რიცხვები ერთმანეთს არის აქედან მითაგვირდებენ იმას. ის იყო ჩაწერილი მათთან ინტერვიუ, რომ თვარეთან და თან დედამიწას სიდება, მზე უახლოვდება, მზესთან აქ ვიზიტურებისა თუ რაღაცა და უნდა მოხდესო ასეთ რეჟიმში გადასვლა, დღე და ღამე უნდა გაიზარდოს. 24 საათიანი კი აღარ უნდა იყოს, გახდეს უნდა 25 საათი. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად, არ ვიცი. კარგად ვერ გავიგე, მაგრამ თუ ძალიან მალე არ დაღამდება და მალე ძალიან მალე არ გათენდება, ეგეც კაია. რა ვიცი, ხან სწრაფად გავადრო, ხან გაიზრდება დღეები, ვეღარ გავიგებ უკვე რა ხდება. ჩემ ბავშვობაში იყო ზაფხული, არ დადგები იყო წელიწადი ხალხოს, იგი წელიწადი როგორ ხარ საუკუნე გეგონებოდა. ასე სწრაფად ზაფხულის არ დადგები, არ გადიოდა ის სკოლა რომ მოიხსნება. იმით ახაც იყო რომ რა ვიცი. ეხლა ისე ჩაგებს გნებას ის არ დადგები ხელში მოხედავს ვერ მოასწრებ. გაიხედავს სკოლა იწყება. ჩვენ დროზე ასე არის. ყველაფერი შეიძლება. დავრეცხე კაბებით. ერთი იმაშია მოსული კაბა გავრეცხეს ცისფერსოლებით. რამდენი მეთხე კაფენილი მქონდა. ვანია იმდი რომ მეორად ის ხაერ გასულოდა. ორი ზედა დედაჩემს მივეცი დიდები იყო და ერთი განსაკუთრებით უფრო იწევოდა და უფრო მოერგება ისა. რაც მინდა, ვერ გავყიდე. აი ხლა ხალხი არის, ადამიანები არიან, ზამთარშეც და ზაფხულში ტოპ რაღაცებს იცვამენ, ტოპებს უფრო. ეგძილ რაღაცებს არ მოსწონთ. არც გრძელ კაბებს არ იცვამენ დიდად. რაღაცნაირად აბის ფეხები. რაღაცნაირად ის მქონდა ძაღლზე, რაღაცა პრობლემა თითქოს შებერილობაზე გულწრფელობდი და აბლაუდი. ისე მაწუხები და უკვე საყაროს. ის სისხლის გამათხელებელი კიდავლი ხუში. ხან მავიწყდება ისე სიხშირე და ძალიან იშვიათად. მაგის არც თავის დალებება არ შეიძლება თუმე მე რო დაიწყებ დალებას დალებებაც სულ დალებებაც არ შეიძლება. წყალი არ არის სოფელში ჩვენამდე წყალი ვერ აღწევს ჭამა იცალოს რამისა უკვე ამ წყლების ზითით. ეს ეკოსაკით დავიბნიერო ჩემო ყურმა შეღორცებარ დაიწყოს. მე რა სიცხეა
ავტობუსი. ეს რა რიცხვია? 14-ში ჩვენთან ჩვენს ქალაქში გრანდიოზული კონცერტი იმართება. მე მგონი ქუჩის ბიჭები ჩამოყარონ და იმღერონ ღია ცის ქვეშ. ზაფხულო კონცერტი. მაგინ ისედაც ლანჩხუთს და ბევრი ცნობილი ადამიანი ხშირად სტუმრობს. როგორც იცი, რესტორან ტერასაში იმართება მათი ისინი კონცერტები რა დავარქვათ ასე გამოსვლა. ხალხი შეუკვეთავს მაგიტას, ისინი ღერიან კიდევ. თან მიირთმევთ არის ამონებს სიმღერებს მოის. კიდევ ვინმე სხვები თუ ჩამოყავთ, დავიცით, ეგენი კი წერა. ქუჩის ბიჭები. აი მე ეგენი გამოვიდა, მაშინ დრო იყო. ქუჩის ბიჭები. პირველად. მე წუწუმია სიმღერებს კიდე როგორ ახალგაზრდა როგორ აღფრთოვანებული იყო და რა ამბები იყო. ერთი ურეკში დავესწარით მაგის კონცერტს, რა შემთხვევით. სხვაზე ვიყავით წასული და იქ ბაღში იყო გამართული. არ შეცოდეთ სპეციალურად არ წავსულათ მაგისთვის და ბარემ ჩვენც ერთით, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, იმდენი პირდა სცენასთან ახლოს არ მეხუთე საათად ბოდუში ვიყავით. რა ამბავი იყო ხოლმე და წუწუნას კონცერტებს, როგორ ყველას უყვარდა ახალგაზრდას საკუთრებით, თინეიჯერებს ის პერიოდი გახლდათ. მისი დრო. ლექსენის სიმღერები რო იყო მოდაში კიდე. აი ჩვენ დროს. კიდე მახსენდება კიდევ კი არა კიდევ ჩვენებურად კიდევ ბევრი ცნობილი მომღერალი ყველა მახსენდება. პირველად რო გამოჩნდა ყველა მომღერალი იყო ახალგაზრდობა აღფრთოვანებული. ჩვენ დროს, ჩვენი ბავშვობის წლები. წავიდი ახლა და ჩავიდი ჯობია. ამაში ხალხი კიდე მაგ ნახევარკაბა ჭირდა და მილევია მე ხო ციცემ და ხაზვიცი დალევა. უცებ არ მეყვარს ყავის გადასასვლელი. ღამემას უყურებთ სერიალს ქართულ გადაღებას. სუპირული ჩემი ცოლ-ძაღლებიდან აი რა დრომდე მომწონს იცით რაღაცა პირველი მეორე სეზონი მეხუთეც რა. სადღაც ბაქარიც რო გამოიჩნდა რაღაცა სანამ ბიზნესში რო გაიმართენ. აი სადღაც აი უკვე რომელი ის არის სეზონი აღარ მახსოვს სადღაც იქამდე მომწონს და ოღონდ უფრო სადღაც პირველი და მეხუთემდე უყურებ ხოლმე შიგადაში რაღაცა სერიალს მე დამძინები იყავ ბრიანს 2 საათზე უყურებდი YouTube-ში შევე მაგის გულის და უყურებდი მიყვარს ის აი ისინი მაგ დროს გადაღებული 6 სეზონი პირველი მეორე რაღაცა მეხუთემდე რა და მოწებ რომელიც შემხდება უყურებ ხოლმე იმას ძალიან მომწონს შუა ქალაქი ხო ის არის ყველა დროს მოერგო
ძალიან მაგარი სერიალია, იუმორისტული, რა თქმა უნდა, მაგრამ მიხა кайხენი მოგისთვის არ უყურებია ჩემთვის, ხო ძალიან უყვარდა იმ უფრო პატარა რო იყო განსაკუთრებით უყურებდა და ახლაც ისπრიტად თუ შეხდება სადმე ჩამატებული არის ხოლმე ცოტა ისინი, უყურებს ხოლმე. ძალიან кай იყო შოკალადით. ეგ ჩემი ძოლის ზაქალების გადაღება რომ დაიწყე, ძალიან ახლო იყო ჩვეულებრივ რეალურ ცხოვრებასთან რა. აი ცოტა მერი და მერი უკვე ბოლოსკენ ცოტა რაღაცა აღარ იყო უკვე რეალური. მერი არ იყო რეალური. ნაკლებად. კიდე ის სერიალი ძალიან მომწონს, ცხელი ძაღლი. და როგორ ველოდებოდით მაგას. მაგი როგორ ყურა. ეგეც კაი გადაღებულია ძალიან. ეხანი არ მოყია მაგისთვის. იმ დროს იყო კარგად მორგებული აქ სერიალი ზუსტად. როცა გადაიხს. ეს ნახევარ საათზე აბსოლუტურად ხალხო, ამაშიც სწრაფად გარბის დრო. ერთ საათიანი უნდა მოვიდეს არა კაი. ჯობია ნახევარ საათიანი იყოს. ჩვენ სოფელში ძაღლების პრობლემა ვერ მოგვარდა. ყველას საღამოს დაღამებული არა უკვე 5 ძაღლი აქვს ჩვენს მოპირდაპირეთ გზაზე უკვე იყრის თავს. მაწანწადა ძაღლები. მერე გვიანზე ოჯახიდან გადმოსული ძაღლები თავისთავად გადმოხტებიან ხოლმე დიდი დანის ძაღლები იგივე იმატე. ძალიან ცუდია ძაღლების პრობლემა არ მოგვარდა, პირიქით გამბრავდა ძაღლები. ადამიანებს საფრთხეს უქმნიან დღისითაც და ღამითაც. და პატრონი არავინ თავი მაგაზე არ რეაგირებს. წავედი ახლა ყვავილებსაც გადავუყარე. აქ რაც არის ყვავილებსაც გაჩვენებთ გაშლილი. ჩემთვის ვარდებსაც გაჩვენებთ. წავედი ჯობია ახლა. ჩემი დედოფლები ბალბა, თეთრი ბალბა. ჩემი დედოფლები გაიშალა. როგორც იქნება. დედოფლები აი, კაქტუსები, ლამაზები. ნახეთ. ნახეთ რა სილამაზეა, ბარაქაა ჩემი კაქტუსი. ნახეთ. ულამაზეს. ვარდები, ამდენჯერ აყვავდა მინიც. საკაჩორნილი ეს ტუტე ეპორციალება ესენი აქ აყვავდა ბევრი აყვავდა და გადაყვავდა აი ერთი აქ ყოფილა პატაჯუნა გაჩაყვავებულა შეხედე აი
ესენი გაშლილი იყო კიდე. თეთრი გაიშალა მესამე ჯერ და ჩამოწვინდა უკვე. აი აქ იშლება კიდე. კუკური აქ. მეუღრეთ. კიდე იქნება. წელს ამარდების თვია რა. ეს წითელი მეორჯერ გაიშალა და უკვე გაფუშდა. გამიფუჭდა. აი კიდე გაიშლება აქაც. აი ნახე ეგენი რა ლამაზია თეთრი დუდუკები. ვიქაფსიკებო თქვენ. ზოგ სიმხელა ეზუაქვთ ხალხო და ცარიელი მწვანესაც არ დათესავენ. იქით ახლა იქით ბოსტანშია მოგვეწვან მწვანილები. დედი ყომდეს წვალობს. ბოლოს მოსავალი დიდი არაფერია, მაგრამ მაინც იმაშუა. აკეთებს. ზოგ სიმხელა მიწეწყალი აქვს და ერთ მწვანელის ღერს არ მეი. არ დათესავენ იმასაც ყიდულობ. რა თქმა უნდა, ახლა მწვანელი ყოველთვის არ არის. ზოგჯერ მზია მოხრუკავს და ზოგჯერ არა. მაგრამ მაინც უნდა დათესო. ზოგჯერ იქნება. იფეთარა მედრით მოკრიფე და კიდე იქნება ზალდენი და ხოლე კიდე ორიამდე. ჩვენი მსხა. ამ ფოსი და გემშვიდობებით ჭიდობიან დღეება ყველას. კიდე დავამატოთ ხილი გასარჩევი. აი ამ ფონზე გემშვიდობებით აბა მშვიდობიან დღე ყველას. ჩემო კარგებო.